ზოგჯერ მოგზაურობისას ისეთ ადგილს გადააწყდები ხოლმე ადამიანი, რომელიც რუკაზე საერთოდ არ ჩანს ფაქტიურად, მაგრამ რეალურად დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს ხოლმე ხშირად. ყოველ შემთხვევაში ესია. დღეს სწორედ ასეთ ადგილას მოვედი და ეს გახლავთ იპორტი, პატარა ზღვისპირა სოფელი საფრანგეთის ნორმანდიის რეგიონში. როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, ყველაზე მეტად სიმშვიდე მომეწონა, ანუ რაღაცა ძალიან რაღაცნაირი სიმშვიდეა, არა შვეული ესე ვთქვათ. ნამ წლის მიქცევას. რაღაცა ჭამის ვავენ და ერთად. რამდენია. ნახე საწავიდა წყალი. ინფორმაცია. ზეც რო ყოფილიყო უფრო კარგად აიქნებოდა. Так. იპორტი ოდესღაც მეთევზეთა სოფელი იყო. ადგილობრივების ცხოვრება ზღვასთან იყო დაკავშირებული და დღემდე იგრძნობა ის უბრალოება და სითბო, რაც ასეთ პატარა ადგილებს განსაკუთრებულ ხილს აძლევს ხოლმე. ნორმანდიის სანაპირო მსოფლიოში ცნობილია თავისი თეთრი კლდეებით და იპორტი ამ სილამაზის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. აი წარმოიდგინეთ მეგობრებო, აი ესეთი ამბავია აქ. აი იქიდან წამოვიდა, მიქცევა და საწავია და ჩვენ შევაყევით აქ. The sea start to come. See? Oh my god, let's go. Yes, you see? Yeah. It's coming. Go. How we are running. Running from sea. It's coming pretty fast. Yes. ეხლა მოვედით ეტრეტატთან ახლოს არის ესე დიდი ზომის ტყე. სადაც დგას ძალიან ბევრი კოტეჯები. ეს ეტრეტატი მოგეხსენებათ საფრანგეთში არის ნორმანდიაში, ხო და. ეტრეტატთან ზღვასთან ინგლისის არხთან არის იმ ტერიტორიაზე არის ესეთი სასტუმროს ტიპის კოტეჯები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს, დაჯავშნოს, აუცილებლად უნდა დაჯავშნოს წინასწარ, იმიტომ რომ სხვანაირად ფიზიკურად გაატვირთულია და ეს არის რო ქვია დაშედულებული აქვს სულთელი ეს წლის ისინი ხოლმე და ძალიან რთულია რა, იმიტომ რომ ბევრი მოთხოვნა ესე ვთქვათ, ხო და ხა რატომღაც გაგვიმართლა რაღაცნაირად და ანუ ეს 4 დღე უნდა გავატარავთ აქ. ხო და ეს არის მანქანით მოვედით, იმიტომ რომ აქ აუცილებლად მანქანით უნდა მოხვიდე. ეს ნახეთ რამხელა ტყე არის აქეთ. ანუ ხეების სინიდე. ეს არის. ხო და როგორ ფეხებზე დგას აი ნახეთ. არანაირი საძირკველი არაფერი არ აქვს, არც მიწაზე დგას და არის ფეხებზე და რო დადიხარ შეექნით, ანუ მიწის რა გონი, იმიტომ რომ აი ყველაფერი ზანზარებს და გონია რომ ეხა ის რა ქვია, ჩაინგრევა, მაგრამ ნუ ესეთი მსუბუქი კონსტრუქციის არის. ეს კოტეჯები, იქით არიან ოლია და ბესო, თავის ოჯახთან ერთად აქეთ ვართ ჩვენ. ხო და აქ რო შემოდიხარ, ესეთი გადახურული სივრცე არის, სადაც შეგიძლია დაესღდეთ ჯოკერი ითამაშოთ.
თუ წერები არ შეგჭამენ. ხო, აი რომ მოვედით აქ, მოკეთ ძაღმა შეიტანა ალბათ კოტეჯში შევით ტყიპა და მოგეხსენებათ ტყიპა რა საშინელი წერია და გუშინ ცოტა პანიკური ისინი გქონდა რა ქვია. გამოვლინებები, იმიტომ რომ ძალიან შეგვეშინდა. მთელი ღამე შიშში გავატარეთ და მერე ვიყიდეთ სპრეები და რაღაცები რომ რაღაცა დაცულებად ვიგზნოთ მაინც და აი ესეთი პატარაა შეხედეთ. აი ძალიან პატარა რაღაცნაირი ისა ტყის სახლია რა, ანუ აქ არის აი ესეთი ხის ისა თუ შვილი ყავს ადამიანს აქ მოათავსებენ გათბობა, იმიტომ რომ საკმაოდ ცივა. აქეთ არის მეორე საძინებელი. საკმაოდ პატარა. აი ესეთი პატარაა ყველაფერი ნახეთ. ანუ შემოტრიალებაც რო გიჭირს ადამიანს, ხარა? საკმაოდ ბევრი მოთხოვნა ეკარებს ვიკეტავთ, იმიტომ რომ წერების გვეშინია და ნუ პატარა ძალიან ისეთი კომფორტული სუფთა აბაზანა. Let's see. შეგვიძლია აქედან გააღო. გაიხედო რა ხდება მეზობ. მე დაკერო. მეზობლების ატანა თუ არ გაქვს. და ესეთი სიბრძვია რა, სუფთა, საკმაოდ კომფორტული, სუფთავი არის საკმაოდ დაცული და წესები არის რომ აქ ამ ადგილს რომ დატოვებ შეგვიძლია სარკეში ჩაიხედო. ამ ადგილს რომ დატოვებ, უნდა დაალოგო, რაც უცნაურია, ხა აქ ლაგება რომ უნდა დაიწყო. ხო და მინდოდა ეს ადგილი თქვენთვის მეჩვენებინა, იმიტომ რომ ძალიან საყვარელია ხახნოი რაღაცნაირია რა. მაგრამ ერთი იმას აღვნიშნავ, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო კარგი, ბევრად მაგარი ტყეები გვაქვს და ბევრად მაგარი კოტეჯების და ბევრად მაგარი სიტუაცია, რა თქმა უნდა. რამდენი ძაღლია? ოღონდ პატრონია. ეხლა უნდა ავიდეთ. აი ეს არის ეტრეტადის სახასიათო, ეს თაღი რაც არის, იქ არის სახასიათო კლდის რაღაც ბუნებრივი ნაკვეთი, ეს ნაკვეთი? გამოკვეთილი აქ ესე. ბუნებრივად ეს თაღი და ტურისტული ადგილია, ესე ვთქვათ და იქ ადიან, ეს არის ხედი არის და იქ ადის ხალხი სანახავად და ჩვენც ნახოთ, აბა როგორი ხედია იქიდან. წესით ძალიან მაგარი უნდა იყოს. სამწუხაროდ დრონი არ მაქვს, გამიფუჭდა. თორე ალბათ ძალიან მაგარი ხედები გამოვიდა და კაი სანახაობას გაჩვენებდით, მაგრამ სამწუხაროდ არ არის. ეს გახლავთ ეტრეტატი, პატარა ქალაქი ნორმანდიის სანაპიროზე, რომელიც მსოფლიოში თავისი უნიკალური კლდეებით არის ცნობილი. როდესაც პირველად დავინახე ეს უზარმაზარი თეთრი თაღები, ანუ ვერ დავიჭერე რომ ეს ყველაფერი ბუნების შექმნილია და გონია რომ რაღაცა ნახატია რა, ანუ ეხა კამერაში ესე ვერ გადმოსცემ ამ სილამაზეს, რასაც თვალი ხედავს. ადგილი იმდენად შთამბეჭდავია, რომ საუკუნეების განმავლობაში უამრავი მხატვრის წერის და მოგზაური შთაგონების წყარო იყო. მათ შორის იყო ცნობილი ფრანგი მხატვარი კლოდ მონეც, რომელმაც ეტრეტატის პეიზაჟები არაერთხელ აღბეჭდა თავის ტილოებზე. ათასობით წლის განმავლობაში ქარ, მაწვი, იმამ და ზღვამ კლდეებს ესეთი ფორმები
ბუნებრივად მისცა, წარმოგიდგენთ, ოღონდ ეს საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა. და დღეს სწორედ ეტრეტატე ქვია ამ ადგილს. და ცნობილია მსოფლიოში ეს ადგილი თავისი აი ამ სილამაზით. არის ულამაზესი, როგორც ყველაფერი ფაქტიურად ლამაზია საფრანგეთში. დედამიწაზე არსებობს ხოლმე ადგილები, რომელსაც რო შეხედავ, ერთ შეხედვით გონია, რომ თითქოს რეალური არ არის და რაღაცა ლეგენდა არის, უფრო და რაღაც ზღაპარი არის, ზღაპრული რაღაც სანახავია. სწორედ ესეთი არის მონ-სენ-მიშელი, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთაბეჭდავი ადგილია. მისი ისტორია მე-8 საუკუნიდან იწყება. როდესაც ლეგენდის მიხედვით მთავარანგელოზი მიქაელი ადგილობრივ ეპისკოპოსს გამოეცხადა და სწორედ აქ ტაძრის აშენებას თხოვა. მას შემდეგ გავიდა საუკუნეები და მონ-სენ-მიშელის რწმენის, კულტურის და ისტორიის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. მაგრამ ამ ადგილს უნიკალურობა მხოლოდ მის ისტორიაში არ არის. მონ-სენ-მიშელს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოქცევა და მიქცევა აკრავს გარს. წარმოგიდგენიათ, მისი როდესაც მიქცევა ხდება 14 მეტრის წყლის სიმაღლეს დაახლოებით ამოცლობის მიდის, ანუ უკან იხევს და მერე უკვე მოქცევა ხდება. ცხენის გარბენის სიჩქარით ბრუნდება უკან, ანუ საკმაოდ ჩქარად. და ძალიან ბევრი ადამიანი ამ მოვლენას ხშირად აკვირდება ხოლმე და საკმაოდ ისეთი თამბეჭდავი სანახაობა არის ხოლმე. ხო და ეხლა ჩვენ ცოტას დავათვალიერებთ შიგნით რა ხდება. მის შიგნით არის ქუჩები, როგორც ხედავთ, სადაც არის უამრავი აქსესუარების და სუვერენების მაღაზიები და ასევე მთავარი ტაძარი, რომელიც ტაძარზე ხეთ რა მაგარია. საკმაოდ ის მაგარია. და არქიტექტურული რაღაცა შედევრი და მოკლედ საკმაოდ კარგი სანახავია და ნამდვილად დღეს. მეტად რამდენი კიბეა. არაფრის ნახვა არ მოგინდება. იმდენ კიბეზე ამოდიხარ. ვაუ. ოკეი. აქეთ შევამოწმოთ რა ხდება. ჩიკეთავთ. ესეთია მოია. აი ავტობუსები რომელსაც მოყავხარ. ვაგონები. სანახავია რა, თუ შეძლებთ სანახავად ღირს.
საფრანგეთის ჩრდილოეთში ქალაქ ამიენის გულში დგას ტაძარი, რომელიც უკვე თითქმის 8 საუკუნია ადამიანებს აოცებს. ეს გახლავთ ნოტრ-დამ-დ-ამიენი, საფრანგეთის ყველაზე დიდი გოთიკური კათედრალი. პარიზის ნოტრ-დამი აქ დაახლოებით 2-ჯერ მოთავსდება, იმდენად დიდია ნოტრ-დამ-დ-ამიენის ეს ტაძარი. პირველი შთაბეჭდილება, რომელზეც ეს ადგილი ტოვებს, მისი მასშტაბია. უზარმაზარი კოშკები, ასობით ქანდაკება და არქიტექტურული დეტალები, რომლებიც ერთი შეხედვითაც კი შთამბეჭდავია. ტაძრის სამშენებლობა მე-13 საუკუნეში დაიწყო და შუა საუკუნეების ევროპული არქიტექტურის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევად მიიჩნევა. ესენი ყველაფერი საერთოდ შუა საუკუნეების მე-13 საუკუნეს ეკუთვნის. просто თაღების რაოდენობა და არქიტექტურული ნაშრომი, როდის ნახაზები თუ რითი აკეთებდნენ. მე რო ეხავ ძვალო. სასწაულია. არ ჯერა რომ უყურებ, ეხა სხვანაირად უყურებ. ნახიან რამდენი ხაზია კოლონების. რავი. თავისი ინტერიერი და ანუ ის თვითონში და ისინი სივრცეები. თაღის კოლონები. ხო, კოლონებად არის. ანუ კოლონებაში და მე შიგნით კიდე ნახე იწყობა. მეგობრებო, მოვაგენი. ლონჟ ბლუღერ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქანდაკება ამიენში. ტირალა ანგელოზი, Crying Angels, თქვა. ის დაკავშირებულია ადგილობრივ სასაფლაოსა და სამგლოვიარო ხელოვნებასთან. ანგელოზი დახრილი თავით და სევდიანი გაუმეტყობით ადამიანის სიცოცხლის წარმომლობას და წუხარებას გამოხატავს. ამ ქანდაკებამ განსაკუთრებული პოპულარობა პირველი მსოფლიო ომის დროს მოიპოვა, როდესაც ქალაქი ამიენის ომის ზურბთან იყო, ესე ვთქვათ. და ტირალა ანგელოზის ფოტოები მთელი მსოფლიოში გავრცელდა და ის საფრანგეთის ტანჯვის და იმედის სიმბოლოდ იქცა. ეს რო გამოდიხარ ნოტრ-დამიდან, აქაც მოდიხარ. ხაიაკ ხალხი ხმაურობს. ანუ ალბათ ნიდერლანდებში ვინც ხართ ნამყოფი დიდხანს ცოტა მიხვდებით რას გულისხმობ. ძალამაზია და კარგი ის არის ატმოსფერო. Wow. We can go. Okay, thank you. საფრანგეთში ყოფნის პერიოდში არ შეიძლება ისე საფრანგეთი დატოვო, რომ პარიზში არ მოხვიდე, ჩემი აზრით. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, თავისი ისტორიით, სილამაზით, არქიტექტურით და მასშტაბურობით პირველ რიგში და მინდოდა რომ აი აქედან დაგვიშვიდომებოდით ამ ეპიზოდში. ხო და თუ რაღაც გამომივა კარგი ეს ეპიზოდი, ხო კარგი და თუ არა და რა ვქნა, მე ვეცადე. პროფესიონალურად ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ ამის დრო არ მაქვს და ვერ უთმობ ამას ისე დიდ და სერიოზულ დროს, მაგრამ რაც არის. ყოველ შემთხვევაში რაღაცა მაინც ხო არის.
ხო და მადლობა ვინც უყურეთ და ასაბსკრაიბ